ჰოლივუდმა დეფიბრილატორი ადამიანის გასაცოცხლად გამოიყენა, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. როდესაც პაციენტის გული ჩერდება, ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი გულფილტვის რეანიმაცია, ანუ CPR. სადაც მკერდის ძვალზე რიტმულად ვახდენ ზეწოლებს, ამ დროს ვცდილობთ, რომ პარკუჭიდან მექანიკური ზეწოლებით სისხლი გადაისწორწნოს არტერიებში, ასევე პერიოდულად ხდება ჩასუნთქვებიც. რაც შეეხება დეფიბრილატორს, ის გამოიყენება მაგალითად პარკუჭოვანი ფიბრილაციის დროს, რომელიც გამოიყურება ესე. ამ დროს პარკუჭი ეფექტურად ვერ იკუმშება, შესაბამისად სისხლი ვერ გადაისწორწნება პარკუჭებიდან სისხლძარღვებისკენ. შესაბამისად ქსოვილები კვდებიან. დეფიბრილატორი აგზავნის ერთ ძლიერ ელექტრულ იმპულსს და ეს ერთდროულად აჩერებს ყველა უჯრედს, შესაბამისად ქაოსურად მომუშავე გულიც ჩერდება. ეს სიტუაცია საშუალებას აძლევს სინოატრიალურ კვანძს დაუბრუნდეს მთავარი მოთამაშის როლს, ხოლო გულის კუნთი ნორმალურ რიტმს. სინამდვილეში დეფიბრილაცია კომპლექსური დიდი პროტოკოლის ერთი ნაწილია, რომელსაც კარგად დატრენინგებული გუნდი წარმართავს. ისინი ცდილობენ პაციენტის გადარჩენას და გულის ფუნქციონირების აღდგენას. ასე რომ ჰოლივუდში ეს საკმაოდ კომპლექსური პროცესი გამარტივებული და უადგილოა, იმიტომ რომ ამას დეფიბრილატორი ნამდვილად არ შორის. მეტი რეალური სამედიცინო ფაქტების გასაგებად გამოყვებით.